მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან გილოცავთ შობა ახალ წელს, ღმერთმა ბედნიერი წელი გაარგუნოთ ყველას თელს საქართველოში, თელს საქრისტიანოში, თელს მსოფლიოში. ისედაც არეულ სამყაროში შევაბიჯეთ უკვე და ჩვენს ქვეყანაშიც თქვათ გარკვეული დაძაბულობის მოხდე იგრძნობა. ღმერთმა ქნას მშვიდობის სკენ სულად ასიარული არ შევაჩეროთ და მივხედოთ იმ პრობლემებს ყველამ ერთად, რომელიც ჩვენს ქვეყანას უდგას. დღეს გადავწყვიტეთ 2026 წლის პირველი შეხვედრა თქვენთან, ძვირფასო ქართულთა დიდი გაერთიანების კომაგებო, წევრებო, მონაწილეებო, მხარდამჭერებო, ყველა იმათ მიმართავთ, ვინც ფიქრობს და ვერ გადაუწყვეტია ჩვენთან გაერთიანდეს თუ არა. დღეს გადავწყვიტეთ შევხვდეთ ქართულთა დიდი გაერთიანების ძირითადი ბირთვი, რა თქმა უნდა, შევეხებით მნიშვნელოვან თემებს, სამომავლო გეგმებს და თქვენთან სასაუბრო დღეს მოვიწვიეთ ბატონი დემურ გიორხელიძე, ცნობილი ანალიტიკოსი, ექსპერტი, პროფესორი, ბატონი დავით ჭაბუკაშვილი, ცნობილი ეროვნული მოძრაობის ვერსეული წარმომადგენელი, ასევე ცნობილი შემოქმედი ადამიანი და თქვენი მონამორჩილი კიგლა გობეჩე, ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ჩვენ დღეს შევეხებით იმ აქტუალურ საკითხებს, სამომავლო გეგმებს, კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, რომელიც გვინდა თქვენთან ერთად 2026 წელს განვახორციელოთ, შევთანხმდეთ რა გვინდა, საით მივდივართ და დიდი ერთობით დავანახოთ ძალა იმ ხალხს, რომლებშიც ჩვენ შინაურ და გარე მტრებს უგულისხმობთ. ჩვენი ერთიანობა იქნება ერთადერთი საძირკველი, რომლითაც საფუძველი, რომლითაც შეიძლება ქვეყანა თავი დააღწიოს იმ გარე თუ შიდა ძალების მიერ თავს მოხვეულ სირთულეებს. ბატონო გთხოვთ, მიესალმეთ აუდიტორიას, ჩვენს მხარდამჭერებს და ვესაუბროთ. მოგესალმებით, გილოცავთ შობა ახალ წელსაც, ხვალ კალენდობას გილოცავთ. თავარი დღე და მინდა უბრალოდ სული სიმხნევე, ძალზე შემართულობა გისურვოთ, ძალზე კრიტიკული აზროვნება გაჩენოდეთ ამ ახალ წელს, იმიტომ რომ ის რაც მსოფლიოში ხდება და ჯერჯერობით მხოლოდ დიდი კონფლიქტების და დიდი გადაწყობების დასაწყისია, მხოლოდ და არა დასასრულისკენ მიმავალი და რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის დასანახი სამრეკლოდან უნდა ვხედავდეთ ყველაფერ ამას. თუ როდესაც მე ანალიზს ვაკეთებ გეოპოლიტიკური პროცესებისა, პირველ რიგში საქართველოს მაქვს ხედულობაში, როგორ აისახება ის და აისახება საქართველოზე ქვეყნის შიგა მდგომარეობას, როცა კრიტიკულად ვაფასებ, მე შიდა მდგომარეობიდან გამომდინარე ვაანალიზებ იმას, როგორ შეიძლება საქართველოს დღევანდელი ასეთ თუ ისეთი ხელისუფლება პასუხობდეს ამ რომ იტყვიან პროცესებს, იმიტომ რომ საქართველოს მოექცა სამხრეთ კავკასია, მოექცა მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრი. უახლოესი 30-40 წელი ასე იქნება. უახლოესი 30-40 წელი ჩვენ ამ დავდგებით ფეხზე და გვაქვს იდეალური საშუალება, რომ ქართული სახელმწიფო ძალიან გაძლიერდეს, ამას პროფესიონალური პოლიტიკური საქმიანობა ჭირდება, ამას პასუხისმგებლობა ჭირდება, ამას ცოდნა ჭირდება და ამას მამოჟვრიობაც. ცოდნა ჭირდება, პროფესიონალიზმი და რაც ყველაზე რთულია პროფესიული პოლიტიკური საქმიანობა, იმიტომ რომ ეს არ არის ყოფითი მოვლენები და ჩვენ თუ კი ვერ წავიკითხეთ მიმდინარე პროცესები, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიქნებით. საფრთხე. საქართველოს ნომერ პირველი საფრთხე არის ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა. არა სტაბილური მდგომარეობა, გახლეჩილი ქვეყანა, ხელისუფლება, რომელიც ამ დაპირისპირებაზე თამაშობს 13 წელია ამ უბადრუკი ოპოზიციის წყალობით ინარჩუნებს ხელისუფლებას, სხვა შემთხვევაში ვერ მოხდებოდა
და პროცესები და პროტესტები, რომელიც ამდენი ხანია მიმდინარეობს ხელისუფლების დიდი მხარდამჭერით, დიდი დაფინანსებით და კიდევ 1000 უბედურების შედეგად არის და ჩვენ მივიღეთ ის, რაზეც პირადად მე და არაერთი წესიერი ადამიანი, მათ შორის ჩემი კოლეგებით ლაპარაკობდით, ქვეყანა ჩაძირულია კორუფციაში. როდესაც საქართველოს მხსნელად იხსენიებდნენ იმ საწოდავ კაცს, რომელიც პრემიერ-მინისტრობის არანაირი პარამეტრით არ იყო დაჯილდოვებული და დღეს ციხეში გაამწესეს, თავი მოიკალე, ბიჭო, რაღაცა კაც როგორ შეგიძლია ასე ჩვარად იყო ერთი პერიოდი, მეორე პერიოდი, რას ქვია, გიჭერენ, კიდე გეუბნები, რას ქვია, ბრალდებას გიყენებენ. შეიძლება კაცი დაიჭირონ და ხალხი ბრალდებები წაუყენონ და ის გამართული იყოს, ხო სწორია? თქონდა შეიძლება ქუჩაში მოკლან, მაგრამ კაცის მოკლა სიზუსტეა პოლიტიკაში. რას არაბრალებდნენ, გამსახურდია, ბანკი გაიტანა და სიზუსტე იმიტომ რომ ვერანაირად ვერ მოერიეს, სხვანაირად კაცის მოკლა მის დამარცხებას არ ნიშნავს, მაგრამ ჩვენ რასაც ხედავთ, დამარცხებულ ხალხს ხედავთ, ესენი იყვნენ ქვეყნის ნომერ პირველი პირები. კიდე შეიკავეს თავით, რომ დაახლოებით 12 წლის უკანა რაც შეიცვალა პრემიერი, ამ პირველად თვითონ იყო მარჩენალი, მის შემდეგ ყველა პრემიერი დაჭერა უნდათ. რატო? ძალიან სერიოზული განცხადებაა ბატონ და შემტერს რაც უკან არის ნაკეთები. უშიშროების მინისტრი მიისურვა 1000 კიდე ვიღაცა, ესე იგი ეს მარტო ხო არ იქნებოდა. ეს არის კატარბე შემთხვევით არ მithkomს ჩემს წინა გადაცემაში, რომ ქვეყანა ფაქტურად სახელმწიფოა, ესე ვაჩვენე განადგურა და ეს ასეც არის. ესე იგი ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კრიზისულ სიტუაციაში გვყავს უსუსური ხელისუფლება, არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც იმდენად მოწყვეტილია მიმდინარე მსოფლიო პროცესებს, კიდევ ევროკავშირზე ლაპარაკობს, აბა, ევროპულ სტანდარტებზე ლაპარაკობს, გამიგეთ რა, ესე იგი და ამ დროს თვითონ ევროპარლამენტში არ არის გასაულებელია. ეს ხალხი აღზრდილი არიან სოროსის ნაგავში, ამას გავიმეორებ. ეს ნაგავი არის ის, რამაც განგრენა გაუკეთა გონება და ეს ყალბა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ევროკავშირზე დააწყებინა ოცნება, რომელიც თავიდანვე სიგიჟე იყო, სიშტერე იყო. დავდე ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გაზეთის ანალისტი ახლა. სადაც უკვე სერიოზულად მსჯელობენ. ეს ის არის, რომელიც ჩემს Facebook გვერდზე დევს, როდესაც მე პალმერსტონზე, ლორდზე და სესილ როდზე საუბრობ და იქ ბოლოში ცნობილი პოსტია. დიახ. ნახეთ ჩვენ პალმერსტონის იდეები უნდა ავადგინოთ, ანუ ის რაც ცნობილია მის პოსტულატში, რომ ინგლისს არ აკავს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები. მე არის ამ იდეის ჩვენ უნდა ავადგინოთ ეს ყველაფერი ეროვნული სამსახური. რატომ გახდნენ ბრიტანელები მსოფლიოს 4/5 გამკარგვები, იმიტომ რომ ეროვნულ ინტერესებს ჩააბეს მთელი ეროვნული მიაბეს ყველაფერი ახლა. ინტელექტი და ასე შემდეგ. ერთ დროს უღარიბესი კუნძული, არაფერი პოტენციალი რო არ გააჩნდა, რატომ? თქვა გონება მიმართულებამ, რომ ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია შენს ყველაზე დიდ სიმდიდრეზე, რასაც ხალხის ნიჭი და უნარი ქვია, ქართველებს ბელადი ხალხ და ესა ხსნელი. შენ ვინახარ, კაცო, ქვიანი ხარ, არა ხარ ჩვენ ამ. საინტერესოა. და მან ბრიტანელები წერენ ატლანტიზმის დრო ამოიწურა და ჩვენ უნდა გავიდეთ ნატოდან. ჩვენ აგიტერია იმ იდიოტურ ფარატინა ქაღალდში, რომელსაც კონსტიტუცია ქვია, რომ ჩვენ შევდივართ ნატოში და ევროპაში. ესე იგი, აცილებული ვართ ყველაფერს, ამიტომ ქართველთა დიდი გაერთიანება. ჩვენ მხოლოდ ერთი
პატარა ნაწილი ვართ იმ ხალხისა, რომელთანაც ერთად ჩვენ მივდივართ, საუბრობთ და უზარმაზარ პატივისცემას გრძნობ ყველა იმ ადამიანისა ნამდვილი ვაჟკაცების მიმართ, საოცარი ქალბატონების მიმართ, რომლებიც მისით მოვიდნენ, მისით. დიახ, ქართველთა დიდ გაერთიანება არის არა ყველა ქართველის გაერთიანება, ეს ბევრს ეშლება. ასეთი რამ არ ხდება მსოფლიოში. კაცობრიობის ისტორიაში ჯერ ყველა არსად არ გაერთიანებულა. აქ მოდიან ხალხი, ვინც ქმნის იმ ძალას, რომელმაც ბალანსი უნდა შექმნას ქვეყანაში და ამოიყვანოს მე. ყველა ჩაებება არამარგინალური ნაწილის გარდა ბოლო საფეხურზე, ასე რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. აქ პატარა ბიჭები არზიან, რომლებსაც რაღაც გამოცდილების აკრება ჭირდება, ჩვენ გავიარეთ, ჩვენი თაობის ხალხმა უნდა შეძლოთ, საშუალო თაობის ხალხთან ერთად ამ ჭაობიდან გამოყვანა. ამ საქმეში უდიდესი ახალგაზრდების წვლილი, მათი მხარდაჭერა, მათი ყოფნა ქართველთა გაერთიანებაში, მაგრამ მე არაერთხელ თქვი და გავიმეორებ. ჩვენ არ დავუშვეთ, რომ ახალგაზრდები წინახაზზე დავაყენოთ. ყველაფერი იმიტომ კეთდება, ჩვენ ავიღოთ ყველაფერი ჩვენ თავზე, გავიაროთ თუ რაიმე გასავლელია და ეს ქვეყანა გადავწყვეტ ახალგაზრდებს, რომლებიც შემდეგ უნდა განავითაროთ. ჩვენ ვართ უდიდესი საფრთხის წინაშე, რაც მე დღეს ირანთან დაკავშირებით დავწერე. 13 მილიონიდან 30 მილიონამდე აზერბაიჯანელია ირანში. 13 სიტულის ირანი, 30 სიტულის აზერბაიჯანი. რა თამაში დაიწყეს? დაიწყეს ის, რომ ყველას მოუწოდებენ, რომ გამოვიდნენ ყველა ეთნიკური აზერბაიჯანელი. ეს არ არის დიასპორა, არ შეგეშალოთ. ეს არის ეთნიკური უმცირესობა, უზარმაზარი. ისევე როგორც სომხები და აზერბაიჯანელები საქართველოში არ არის დიასპორა, ეს არის ეროვნული უმცირესობები, ისინი მრავალი. ისევე სამხრეთ აზერბაიჯანის მთავრობის შექმნაზე არაპრაკი ხელისუფლებაზე დაპირისპირებაზეა. გასაგებია, ეს არის გეგმა, რომ შიგნიდან აფეთქდეს და ფაქტობრივად სამოქალაქო ომში ჩაებდეს ირანი. და ეს რა თქმა უნდა, კარგად ცნობილი გეგმა და ეს ყველაფერი უშუალოდ ჩვენზე აისახება. თუ ეს უბედურება მოხდა, 80 მილიონიანი ირანიდან იმდენი ტოლვილი დაიძრება ჩვენსკენ. დაიძრება აზერბაიჯანს, არ ამგონი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი თუ ფიქრობს, რომ ის ფიქრობს, უთხრეს, რომ დიდ აზერბაიჯანს შექმნის. მე ჩვენ მოგმადგვებიან ქვემო ქართლში გარანტირებულად. მაშინ ის ვერ ყოფილა კაი პოლიტიკოსი, ის რომ ჩვენ ჩავარდებით, სომხები ჩავარდებიან უმცირეს მდგომარეობაში, ვერავინ დააკავებს მილიონ ადამიანს. ამიტომ ჩვენ დღეს გვჭირდება სერიოზული განშტოები, სერიოზული ფიქრი, სერიოზული მობილიზაცია გარკვეული ექსტრემალური სიტუაციები. ჩვენ რაც ხედავ, იჭერენ მთავრობის წევრებს, ამუნათებენ ოპოზიციას, არის აბა მიშაგინდა, აბა ეს გინდა კრეტინიზმის უკანასკნელი საფეხურია, ჩავარდნილი აზროვნება და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიჩქარებთ ნელა ყველა საქართველოს მივმართავთ, ჩვენ მალე უნდა დავამთავროთ ის, რასაც ქვია ქართველთა დიდი გაერთიანების ირგვლივ, ყველა სახე ქართველის გაერთიანება და ძალის დემონსტრირება, რომ ჩვენ შევძლოთ ნეგატიური პროცესების დაბლოკვა. დიდი მადლობა. ბატონ დავით. საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ შობა ახალწელს მრავალს დაესწარით. მოკლედ გასრულდა 2025 წელი, მძიმე იყო ძალიან საქართველოსთვის. შეიძლება ითქვას, სიახლეებიც იყო, ბოლოს და ბოლოს დაფუძნდა ჩვენი ქართველთა დიდი გაერთიანება 30 მარტს, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 10 თვის დაფუძნებულია, უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართველთა დიდი გაერთიანება უკვე შემდგარია, სტარტი არის, მას ხავს უკვე რეგისტრირებული 1000-ზე მეტი რეგისტრირებული ოფიციალური წევრი ყავს
გვაქვს რეგიონებში უკვე ორგანიზაციები, ასევე გვაქვს ხედავთ ოფისი, გვაქვს ოფიციალური ფონდი, ну აწობილი სისტემა ახლა შევქმნით ვებგვერდი ოფიციალური სამი კვირის წინ, რომელსაც უკვე ფაქტიურად ამ სამკვირეში 1,5 მილიონამდე ნახვა აქვს და უკვე სამკვირეში 11,000 გამომწერი ხავს უკვე. შეიძლება ითქვას, რომ ნორმალურად მიდის პროცესი, სწორად მიდის, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი და ჩვენ ახლა უნდა 2026 წელს ქართველთა დიდმა გაერთიანებამ ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ. ძალიან დიდი პრობლემების წინაშე რომ არის ქვეყანა, ჩვენ ამას მუდმივად გაწვდით ამ ინფორმაციებს 2025 წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა ახლა ჩვენი თავარი მიზანია რომ სულ მცირე გაზაფხულის ბოლომდე ჩვენ გეგმა მიზნად უნდა დავისახოთ, რომ ქვეყანა ხელისუფლება, არსებული ხელისუფლება, გამყიდველი ხელისუფლება, რომელიც დასმულია საქართველოში იმის გამო, რომ ქვეყანა გაანადგუროს, უნდა ვაიძულოთ, მივაღებინოთ სამართლიანი საარჩევნო კანონი, რომელსაც წარუდგენთ მთელი საზოგადოება, არა მხოლოდ ჩვენ, მთელი ქართველი საზოგადოება უნდა ჩაერთოს სპეციალისტები და უნდა შეიქმნას ისეთი საარჩევნო სისტემა, რომ მინიმუმამდე იყოს დასული ეს გაყალბება, რომელსაც უკვე არჩევნები აღარ ქვია და 35 წელი უყურებთ, ესე იგი თაღლითების თარიღს ამ ქვეყანაში, რომელსაც თლიანად მოსპო გაანადგურა და ეხლა გადამწვეთ შეტევაზე გადადიან. ეხლა რა შეიძლება ეწოდოს ამას კაცო, ეხლა ვინც კი ხელისუფლებაში მოიყვანა, ყველა დაიჭირა, ყველა რა ვიცი წელი ქვეყანა მასხრად იგდებს პრეზიდენტებს. ეს არ არის შემთხვევით, ეს მიზანმიმართულად მიდიოდა პატრიცემულო მეგობრებო, რომ ქვეყანა მასხრად ასაგდები გახადონ. ეს არის ის საქმიანობა, რომ დავალება, რა თქმა ესე იგი, ასე გამოდის, რომ ქვეყანა იქნეს განადგურებული და დაეუფლონ ის გარეძალები, ვისაც ერთი სული აქვს აი ამ ძვირფას ტერიტორიას, გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანეს ტერიტორიას დაეუფლონ ჩვენი ქვეყნის დროები. აქ სხვა არ ვიცი მე სხვა რა შეიძლება იყოს, მით უმეტეს ეხლა გამოგვიცხადეს, რომ მთელი სამინისტროები, ესე იგი მთელი ეს შენობები, რომლებიც ცენტრშია თავმოყრილი და ყველაზე ძვირფას ადგილებში დაწყებული პარლამენტის შენობით, მთლიანად უნდა გადაიტანონ კუკიაზე, არსენალზე, აი და დანარჩენი ეს შენობები მე არ ვიცი, ეხლა ალბათ კარგი ყიდველები ყავთ, ეხლა არაბები და გაყიდიან ეხლა ძვირფასად როგორც კინორუსაველი გაყიდეს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მეგობრებო, ამას კიდევ ალბათ ისაუბრებენ მე ჩემი მეგობრებიც. ის რაც ხდება კიდევ და რაც ხდება აი განათლების სისტემაში, რაც ელოდება 2026 წელს, ესე ზუსტად ის მიზანმიმართული ნაბიჯებია უკვე, ამადგან უკვე ჩანს, რომ ქვეყანა მთლიანად მოსპო განათლების გარეშე, რომ ქვეყანა ვეღარ იარსებებს, ფაქტია, როგორც მე მომივიდა ინფორმაცია, არა მხოლოდ უნივერსიტეტები და ესე კონსერვატორიასაც აუქმებენ, თურმე და სამხატვრო აკადემიასაც საერთოდ ფაქტიურად 80% პროფესორმა სწავლობენ დათხოვილნი იქნებიან და მე აქვე მინდა თქვა წინასწარვე გითხრათ, რომ 16 იანვარს მე მთხოვა პოეტმა პროფესორმა ბატონმა ვაჟა ოთარაშვილმა, რომელსაც სულს ასევე მოიწვევს ქალბატონი მანა ნიკოლაიშვილიც, მე რა თქმა უნდა ჩვენ თანხმობა უთხარით, აგერ პირდაპირ ეთერში იქნებიან და ზუსტად აი ამ საკითხზე ექნებათ, ამ თემაზე ექნებათ საუბარი, მათ აქვს მეტი ინფორმაცია, მე ჩემს თავს არ მიცევ ახლა იმის უფლებას, რაც ზუსტად არ ვიცი ყველაფერზე ვილაპარაკო, ის ვიცი რომ მიმდინარეობს განათლების სისტემის განადგურება. კი ბატონო. საბოლოოდ. კი ბატონო. ამაც მოგახსენებთ ორედო სიტყვას, ჩემო ძვირფასებო, ჩემი მეგობრები უკვე შეეხნენ იმ პრობლემებს, რომელიც იყო სურთაგერ ბატონმა დემული მათ საუბრობს. დიახ, რა თქმა უნდა, ვიტყვით და ახლა მეც ვიტყვი სიტყვას.
მე თქვენ სამსახურში ხართ. გააგრძელებთ კი ბატონო ზუსტად გააგრძელებთ საუბარია იმაზე რომ 2025 წელმა ჩვენი გაერთიანებისთვის მეტნაკლებად წარმატებით ჩაიარა ბატონმა დავითმა უკვე გითხრათ მოგახსენათ ამის შესახებ სიჩქარე აგრეფილია და არ ამგონია რომ ეს სიჩქარე აწი დავაგდოთ იმიტომ რომ ძალიან ღირსეული ადამიანები დღე არ გავარო ღირსეული ადამიანები სრულად საქართველოს მასშტაბით სოფლებიდან რაიონებიდან არ შემოგვეხმიანონ არ იაქტიურონ გულისტკივილით არ მოვიდნენ აქ მათ შორის ქართველ ემიგრანტებზეა საუბარი რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრ ქვეყანაში მოღვაწეობენ ევროპაში მოღვაწეობენ ჩამოდიან და აი გაოცებული ვჩებით ხოლმე იმ ენთუზიაზმით რასაც ისინი იჩენენ იმ გულისტკივილით რასაც ისინი გულითადად გვიზიარებენ და გვეუბნებიან რომ აი გადარჩენა სწორედ ნუ მიწყენენ ახალგაზრდები მაგრამ ჩვენს თაობაში ხედავენ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არსებობს პოტენციალი შემორჩენილი ამ შეჭაღარებულ თაობაში. ჩვენს თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი და ჩვენი მე ჩემს თავს გულისხმობ პირველ რიგში ჩვენი ნაკლები, ასე ვთქვათ, აქტიურობის გამოა ეს ყველაფერი აქამდე მისული. აი თავის დროზე რომ 92-ში ქართულთა დიდი გაერთიანება შექმნილიყო, იქნებ აქამდე არ მოვსულიყავით, მაგრამ კაცმა არც ის ახლა ხან იმის იმედი გქონდა, რა ქვია მსოფლიო პოლიტიკოსი მოვაო და ამით დააპურეს ქართული საზოგადოება მაშინ და მსოფლიო პოლიტიკოსმა როგორ ასე ვთქვათ რაც ქნა და რაჭაოში შეათრია ქვეყანა ამას დღეს ყველამ კიდევ ხედავთ მერე იყო და ახალი მითი შემოაგდეს სააკაშვილის სახით რომ ახალგაზრდა ნიჭიერი განათლებული და ვითომ ევროპა ამერიკებში განათლება მიღებული ადამიანი უშველი და ამ ქვეყანას და სინამდვილეში რაც მოხდა ესეც დავინახეთ აჰა ეხლა ახალი კარტი გამოცვალეს და ივანიშვილის სახით წარმატებული ბიზნესმენი ბევრი ფულით და არიქა გაშენებთ და მახსოვს მე ის ცნობილი 20-ს ხოდარი ხო როგორ არიგებდნენ და რა ვიცი მე დღევანდელი ლიდერები რა დღეში იყვნენ 2012 წლის ამ პერიოდებში რა ქვია დაპირებებით და ეს დაპირებები ქევხედად სანამდე მივიდა და რა დღეშიც ვარ ეხლა დღე არ გავა რომ ხელისუფლებამ აი ეს ახალი წესინა პერიოდებში უცებ გვამცნეს ინფორმაცია და უკვე ქართულმა საზოგადოებამ უკვე ვისწავლეთ ბატონებო რომ თქვენი შემდგომი ნაბიჯები ესეთი საშუალო და სუსტი და საშუალო დონის მოჭადრაკის დონეზე გამოიცნოთ ქართული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება რომ ტყეებისთვის სტატუსი მოეხსნათ პირდაპირ ნიშანია და მინიშნება იმისი რომ ეს ტყეები მზადდება გასაყიდად ისევე როგორც გაყიდეს ბორჯომში თითქმის 5 ჰექტარამდე 4.9 ჰექტარის რაოდენობის ტყე და ისე გაასუხარეს ეს ყველაფერი ბოდიშვილთან ჟარგონისთვის რომ საზოგადოებას არაფერი არ გაუგია თქვენ გახსოვთ 2025 წლის შემოდგომაზე ჩვენ გავუმართეთ არაჩვეულებრივი გამოფენა რუსთაველის პროსპექტზე და ეხლა ვაპირებთ ეს მოდელი გამოვიყენოთ სხვა რეგიონებში მაგალითად ახლომდე თბილისთან ახლომდებარე განსაკუთრებით მცხეთაა ჩვენი ინტერესის საგანი იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ინფორმაცია დაახლოებით 12% ებრაელებს აქვთ ნაყიდი ყველა იმ გაყიდული მიწიდან რაც მცხეთის რაიონს ეკუთვნის მცხეთის რაიონში არის სქემები რომლითაც ეს მიწა სხვისდება ასე ვთქვათ არის ძალიან ისეთ როგორი აი გაშიშვლებული ფორმით აი ეს უტიფარი ფორმით არც ეკითხებიან სოფელს არც ეკითხებიან მოსახლეობას და ამის მაგალითი აგერ 2 წელიწადზე მეტია მარტვილის რაიონში ბალდის სოფელ ბალდის მოსახლეობა რა დღეში ყავთ ჩაღენებული და არც კი რა ქვია პასუხის ღირსადაც არ თვლიან იმ დედებს და იმ ადამიანებს იმ სოფლის მაცხოვრებლებს და მათ მხარდამჭერებს რომლებიც უკვე 700 დღეზე მეტია იქ ასე ვთქვათ აქტიურობენ პოზიციას გამოხატავენ და კაცშვილი არ მისულა პირიქით აქეთ ემუქრებიან და ასე შემდეგ და 1000 პროვოკაციას უწყობენ და აქეთ ემუქრებიან იმ ადამიანებს ქართველთა დიდი ოცნება ისა დიდი გაერთიანება გაძლევთ სულ გარანტიას იმისას რომ ჩვენ დრო და შეძლების მიხედვით შევძლებთ ამ რაიონებში ჩასვლას მობილიზებას მაგრამ მანამდე მინდა ესეთი სათხოვრით მოგმართოთ ძალიან გთხოვთ იქიდან გამომდინარე რომ უკვე არსებობს სოციალურ ქსელში ჩვენი გვერდი ქართულთა დიდი გაერთიანების გვერდი უკვე საიტიც არსებობს კომუნიკაცია ანუ უკავშირი გაცილებით აქტიური გვექნება
გონიერ საზოგადოებასთან, იმ საზოგადოებასთან, როგორც ავსების სწორად შენიშნა ბატონმა დემურმა, რომ აი შეჭაღარებული თაობა, რომელმაც ნახა ეს ყველაფერი და ის ურემი, რომელიც ლაფში ჩაეფლო ჩვენი ნაკლები აქტიურობის გამო, ეხლა ჩვენვე უნდა ამოვიღოთ, რა თქმა ამოვიყვანოთ ამ ტლაპოდან, ისევ და ისევ გონიერი და საღი ოჯახებში გაზრდილი, გადარჩენილი ქართველი ახალგაზრდობის ხელით, ერთობლივი ძალით ჩვენ ამას გავაკეთებთ აუცილებლად ძალიან მარტივად არის გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს ერთი კაპიკი, ერთი ცენტი საგარეო ვალი არ ქონდა, როცა ეროვნული ხელისუფლება დაამხეს, იქიდან მოყოლებული დღემდე ჩემზე უკეთ ბატონმა დემურმა იცის ეს რამდენი გვაქვს საგარეო ვალი, სადღაც გაორმაგებულია. 62 თუ 65 მილიარდი ლარის ოდენობით არის და უფრო და უფრო იქით და იქით ვიმატებთ კიდე არაფერი. ამ დროს თქვენს და ჩემს სამშობლოს შემოძვირფასება ქონდა ოქრო. გაგიდეს ოქროს საბადოები გაგიდეს მარგანეცის საბადოები გაგიდეს აი სოფლიო მარგანეცის 80%-ს რაც სოფლიოში მარგანეცი იწარმოება და თქვენ იცით რომ ძიმე ინდუსტრია გემჩენებლობის და კიდე სხვა მიმართულებების ამ ნედლეულის გარეშე უბრალოდ არ არსებობს გაუყიდეს ესეც სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტი გაუყიდეს აი ამ სამხელისუფლებას გულისხმობ ყველაფერი რაც კი თვითმფრინავები, იახტები, გემები, რა ვიცი, რა არის წარმოებოდა საქართველოში. ყველაფერი გააჩანაგეს და ჯართად გაუყიდეს. და დარჩათ რა მიწა, რომელსაც ახლა მიადგნენ ამ რესურსს, ამოწურვად და ესე იგი შეუფასებელ რესურსს ნებისმიერი ქართველისთვის ჩვენი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე რა ომები და რა სისხლისღვრები გადახდილი ამის გამო ამას უყიდიან ახლა ეს ხელისუფლების მაღალ ჩინოსნები ისე რომ ხალხს არც აღებას არ ეკითხებიან სანამდე უნდა ვიყოთ ამდენში ძვირფასებო არ უნდა გამოვხიზდეთ არ უნდა დავდგეთ გერი და ბერი ერთად სანამდე უნდათ ოცნების დაქირავებულ პროპაგანდისტებს აბოლონ ხალხი რასიკეთებს მოიტანს ტყის გაყიდვა მითხრას ვინმე რასიკეთებს მოიტანს მიწის გაყიდვა და მისი ეგრეთ წოდებული ვითომ პირდაპირ ინვესტიციები თქვენ ნახეთ სადმე ამგვარი ინვესტიციის მაგალითი უბრალოდ არ არსებობს ჩვენ გქონდა არაერთი გადაცემა და გვყავდა ეკონომიკის ექსპერტები განსაკუთრებით ინვესტიციების მიმართულებით ბატონი ნასხი და დარბოაშვილი ძალიან გასაგებად ძალიან დოკუმენტურად დადასტურებული თეორიითაც და პრაქტიკითაც დაადასტურა ამ კაცმა რომ ასე გაყიდული მიწები არაფერს შედეგს არ იძლევა ასეთი პირდაპირ ინვესტიციები ბატონები ხომ მეთანხმებით რომ არ იძლევა შედეგს გარდა გარკვეული შემთხვევის ის რაც არის ეგრეთ წოდებული ინვესტიციის სახელით შეფუთული ეს არის ძარცვა განძარცვა ქვეყნისა უზარმაზარი ეროვნული რესურსისგან რომლის უკან დაბრუნება ჩვენ სწავლებას და ამ ახალგაზრდებს ძალიან გაუჭირდებათ და ჩვენ პრაქტიკულად თუ ასეთ პასიურობაში ვიქნებით სულ არ ვიპასიურებ და ასე ხმას არ ამოვიღებ ჩათვალეთ რომ შვილებს და შვილიშვილებს შევქმნით ძალიან სერიოზულ ბარიერს ძალიან სერიოზულ განსაცდელში დავტოვებთ მათ და ეს მათი ჯვარისერიათ მაგრამ სისხლის და უამრავი პრობლემის დაძლევის გარეშე არ მოხდება. ამიტომ დრო არ ითმენს 2026 წელი მიგვაჩნია რომ იქნება მთლიანად ქართული საზოგადოების ასე ვთქვათ აქტიურობის წელი ვფიქრობთ ასე ჩვენ მივალთ ყველა დიდ სოფელში, ყველა პატარა სოფელში, ყველა დიდ და საშუალო რაიონში, ქალაქში, სადაც ამისი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, ჩვენც ვიაქტიურებთ, რა თქმა უნდა, შევეკრათ ერთად, ველოდებით საღ ქართველებს 2026 წელს გაცილებით მეტი ინტენსივობით, აგერ ბატონმა დავითმა მოგახსენათ სტატისტიკა და მე ხა ძალიან კარგად მესმის ამ სტატისტიკის მნიშვნელობა ორ კვირაში ასე ვთქვათ, გვერდს მილიონზე მეტი, მილიონ ნახევარზე მეტი ნახვა კონდეს, მოწონება კონდეს, კომენტარები კონდეს, უკავშირი ესეთი ეფექტური იყოს პრინციპში. ყოველგვარი რეკლამის გარეშე, მე ხალხს გავუსვამ, ყოველგვარი დაბუსტვის და რეკლამის გარეშე, რომ ამის მიღწევა მე არ გულისხმობ ხა ვირუსულ კონტენტებს, ჩვენ აქ არ ვქმნით, ჩვენ ვქმნით სერიოზულ, ღრმა ანალიტიკური შინაარსის კონტენტებს და ეს კონტენტი ასე რომ მივიდა, ვთქვათ, მოსახლეობამდე და მათ ეს აიტაცეს და შეძრულები მოდიან, ჩვენს გვერდით დგებიან და კიდე ბევრი დადგებიან, ბაძლევს იმის უფლებას უთხრათ პირდაპირ, უკვე დროა ორგანიზაციული
ადმინისტრაციული სტრუქტურა ჩვენი ჩამოყალიბდეს ნელ-ნელა ყველა რაიონში და ყველა დიდ რეგიონში უნდა ყავდეს ყავს და მთლიანად მთელი საქართველო უნდა მოვიცვათ, რომ ერთ დღეს, ერთ დაძახილზე ყველა დავირაზმოთ ისე, როგორც ქართულთა დიდი გაერთიანება, ერთობა გადავწყვეტ. თქვენთან შეუთანხმებლად არაფერს არ გადავწყვეტ, თქვენს ნაცვლად არავინარ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. ყველა ჩვენი ნაბიჯი იქნება გონიერ და საღ ქართველებთან შეთანხმებული და აბსოლუტურად ღია ურთიერთობის პლატფორმა უნდა დაგანახოთ, უნდა შევქმნათ ეს პლატფორმა ასეთი და ასე უნდა ვიაროთ წინ. ბატონო დემო, რამეს თუ დაამატებთ? მოდი განათლებაზე. განათლებას ხო აუცილებლად, იმიტომ რომ მეც მინდოდა და ამომარდა უცებ განათლების სფეროში საქმიანობ სტუდენტობის შემდეგ რამდენიმე თვეში ისე უნივერსიტეტში დამობრუნეთ ტექნიკურ ქუთაისის პოლიტექნიკურში მე იყო რაღაც არანორმალურ მეცნიერულ სფეროში მუშაობა, რომელიც მსოფლიო წინახაზე იყო და ასე შემდეგ მე ყურადღებით ვუწმენ ხელისუფლების ყველა წევრს. მე შევიკავე თავი რამდენიმეჯერ და ვთქვი, რომ ეს უბიცი ხალხია, რადგან წარმოდგენა არ აქვს განათლების სისტემის დანიშნულებაზე. ქვეყნის პირველი გასაგებია ფორმალური, მაგრამ ასეა ხო, პრემიერ-მინისტრი ისტორიულ რეფორმაზე ლაპარაკობს და ამ დროს საუბრობს იმაზე, რომ ბიზნესმენებს დაეკითხებიან და დაეკითხნენ, რანაირი სპეციალობები უნდა 9-ჯერ აუხსენ. ეხლა მეათედ ხსნი ამ უტვინობას. რატომ უტვინობას? განათლების სისტემის მთავარი მიზანი არის განათლებული შემოქმედი თავისუფალი ადამიანის აღზრდა. აქედან ძალიან ნიჭიერები სწავლენ მეცნიერებაში და მეცნიერება და ტექნიკა არის ის, სადაც ცოდნა იწარმოება. ცოდნის კაპიტალიზაცია. ესე იგი, ეკონომიკა იყოფა ორ ნაწილად, შორს რო წავიდე, ჩვეულებრივი სექტორები ეკონომიკის, სადაც ტანსაცმელი პურია, ავეჯია და ასე მანქანაა და ასე შემდეგ და მეორე სექტორი რომელსაც ქვია ცოდნის წარმოების სექტორი. სამეცნიერო კვლევებისა და საცდელ საკონსტრუქტორო სამუშაოების სექტორი, სადაც ხდება ტექნოლოგიების დამუშავება. რა არის ტექნოლოგია? არა ის, რასაც ქართველებს უნერგავენ და რაღაც, ესე იგი, სახელწოდებებს არქმევენ უნივერსიტეტში. მეცნიერული ცოდნის ტრანსფორმაცია უკვე რეალურ ტექნიკაში არის ტექნოლოგია, როგორ შეიქმნათ ახალი ინოვაციური პროდუქცია და ასე შემდეგ. მეორე კატასტროფა. გვეუბნებიან, რომ უნივერსიტეტებს აუქმებენ რაღაცებს და თბილისის უნივერსიტეტი, რომელიც ყოველთვის იყო სიმბოლო, იმიტომ რომ საიდან დაიწყო, რადონის ხალხმა დაიწყო. ჩემი სტუდენტობის პერიოდში რადონის ხალხი დადიოდა უნივერსიტეტის ეზოში შედით ერთი და იქ ნაწილია გვარებისა და უბრალოდ გადახედეთ სკოლის შემქმნელები, მსოფლიო მნიშვნელობის სკოლის შემქმნელები. მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანები და ეხლა გვეუბნებიან, რომ აქედან ყველაფერი უნივერსიტეტი რა არის? უნივერსიტეტი არის ფუნდამენტალური განათლების კერა. რა თქმა უნდა. და ეხლა აუქმებენ ყველაფერს, ფიზიკა და თუნდაც მათემატიკა, თურმე იურისტები უნდა მოვარდნონ. უნივერსიტეტის რექტორები კუპრაძის და კიდე სმარტფონზე ჯავახიშვილის და კიდე ამანდა მუსხელიშვილის და კიდე ამან ეკუას ფონზე სრული კატასტროფა წენით არ მიიღოს ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის ინტერვიუ მოისმინე. კაცო, ბაზარს თუ ჭირდებაო, რა თქმა უნდა, ჩვენ ტურიზმზე გადავალთო. ჩემო ძმაო, ჩემო კეთილო, არ ჩანხარ ცუდი კაცი. ტურიზმს უნივერსიტეტი რა თქმა, ტურიზმი უნდა პროტექნიკური სასწავლებელი უნდა გააკეთო ერთი, სადაც იმ პრიმიტიულ საქმიანობას
ახლა არ მითხრათ აქ ფინანსებს ასწავლით თორემ რომელი ფინანსების სწავლელია დღევანდელი სტუდენტი რომელიც თქვენ გაანადგურეთ მესამე დიდი შეცდომა არ შეიძლება ასე არ შეიძლება ამის გაკეთება ფუნდამენტალური და საინჟინრო მეცნიერებები ეს ქმნიან სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესს თუ სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი არ მიდის ქვეყანაში ქვეყანა ვერ ვითარდება ვერანაირი არაბული ინვესტიცია საერთოდ კრეტინიზმია რომ უცხოური ინვესტიცია შეუძლია ქვეყანა განვითაროს ლექციას წაგიკითხავთ ხო გითხარით ინვესტიციების თეორიაში რომლის მსგავსი არ იკითხება საქართველოში ისე ბატონო მივმართოთ პარლამენტარებს შეიგრიბონ მართლა შეიძლება ეს ინიციატივა შევთავაზოთ წაუკითხეთ ეს ლექცია და გაიგონ იქნება მე რაღაც ლექცია დავიწყებ მე ძალიან გადავიღალე და უახლოეს ერთი კვირის შემდეგ გავადგენ ყველაფერს იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გავქაჩე პირობას გაძლევ დავამთავრებ ამ ლექციების კურსს და ინვესტიციების რომელიც იკითხება ნებისმიერ ოდნავ მაინც საკუთარი თავის პატივისცემელ უნივერსიტეტში თუ თქვენ ერთ სტუდენტს მოგიყვანთ თუ თქვენ 1% პროფესორისა თუ აღმოჩნდა რომელიც იმ ლექციებს დაძლევს მაგრამ მე ისე ავხსნი რომ ყდარსაც კი გავაკეთებ ამას და თქვენ ნახავთ რა არის ინვესტიცია რა ფუნქცია აქვს მას და რა შეიძლება მასზე აიგოს მეოთხე სისულელე მეოთხეზე კიდე გეუბნებით უხეში ვიქნებით არა უზრდელობის გამო არა ვინმეს მიმართ რომ მინდა არა საქმის გამო გაგვაგიჟეს კაცო მეოთხე სისულელე ეს არის დაახლოებით 70 წლის უკანველი შეხედულება რასთან დაკავშირებული თურმე კობახიძეს გადაუწყვეტია პენიტენციალური სისტემის მუშაკი ყავს განათლების მინისტრად ხოსორია ადეიშვილის გასაგებია ადეიშვილი იმდენად დაფასებულია თლათ უფროსის მიერ რომ ადეიშვილზე ჭკვიანი კაცი საქართველოს რაფერ შეიძლება მისი კადრები სადაც კიდე კულტურის მინისტრიც ისიც სამინისტროები გამოტოვილი ჯანდაბას იმიტომ გენგრევა ფინანსთა სამინისტრო თავიდან ბოლომდე ყოფილი ნაცებია თავიდან ბოლომდე და გენგრევა თავზე მეოთხე სისულელე უდიცობის ბრალი თუმცა ახლა მეცნიერება და სწავლა უნდა შეერწყას ერთმანეთს ეს მოხდა 50-იან წლებში ხასუსონ კარგად მოისმინეთ საბჭოთა კავშირში როდესაც ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი შექმნეს, როცა ფიზიკა-საინჟინრო ინსტიტუტი შექმნეს, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი, ემეტეუნინი, ბაუმანა, როქია, მოსკოვის უნივერსიტეტი და სხვა ნოვოსიბირსკი და ასე შემდეგ, ეს იყო შერწყმა მეცნიერებისა და განათლებისა. ამერიკელები მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირმა გაუშვა თანამგზავრი, რაც შოკი იყო ამერიკისთვის, ჩამოვიდა სპეციალური ჯგუფი, შეისწავლეს ყველაფერი და დაიწყეს ამერიკის უმაღლესი განათლების რეფორმა საბჭოთა მოდელზე და მიიღეს ფანტასტიკური შედეგები. ამის შემდეგ ეს არის ძველი ამბავი. ეს არ ყოფილა საქართველოში. მან არ იყო იმ დონეზე, როგორც იყო იმ საუკეთესო პერიოდში თბილისის უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, იყო რაღაცები, მაგრამ ისეთი დონე არ იყო. მესამე ეტაპია ახლა. მესამე თაობის უნივერსიტეტები კეთდება. კარგად დაიმახსოვრეთ, თქვენ სისულელეს რო ბოდავთ. მეცნიერება და განათლება ერთად პლუს სამეცნიერო დამუშავებების რეალიზაცია პრაქტიკაში და ეგრეთ წოდებული სპინ-ოფებს რომ უწოდებენ, ანუ მათთან ასოცირებული, მაგრამ მეტნაკლებად გამოყოფილი, მეტნაკლებად დამოუკიდებელი, თქვათ თბილისის უნივერსიტეტის სპინ-ოფი ორგანიზაცია იქნება ასოცირებული მასთან, მაგრამ ეს უკვე ხალხი, მეცნიერები, რომლებიც თავად ახდენენ საკუთარი
მეცნიერული მიღწევების რეალიზაცია. განერგვას და რეალურად. თქვენ ამის ნაცვლად მესამე თაობის უნივერსიტეტები გაკეთდა. სოფლიოში თქვენ 70 წლის უკანდელს თან გამკეთებელი არ ხართ. განადგურეთ ტექნიკური განათლება, განადგურეთ ფუნდამენტალურ განათლებას. იურისტები და ტურისტები გინდათ? ტურისტ რა თუნდა უნივერსიტეტი, თქვენ ვინახავთ საერთოდ? აი შემდგომ ვლაპარაკოთ. სხვა გზა არ არის. ბიჭო, მესმის ერთი კაცი მანახეთ, რომელიც ფუნდამენტალური განათლების მატარებელია, საინჟინრო განათლების მატარებელია, იცის რა არის სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი და გეტყვით. ვინ აკავთ ის, რომელი ეკონომიკის მინისტრი, ყავთ ის ბატი, ვიღაცა, ფულის ტურფა, ვერ გავიგე მე, ის არის ეკონომიკის მინისტრი, საერთოდ წარმოდგენა აქვს ეკონომიკაზე, ერთი წინადადება ეკონომიკის შესახებ უთქვა? ამიტომ თავიდან ბოლომდე ეს არის ერთადერთი უსაზღვრესი მიზანი. ქალაქი ძალიან პრესტიჟურ ადგილებში გამოთავისუფლება სუპერ შენობებისა, გაყიდვა, ელემენტარული შეგაწუხა ახალგაზრდებმა თბილისში და გადაწყვიტეთ ახლა ესე იგი გაიწოვოთ აქედან, ხო? ის რომ ქუთაისი ღირსია იმისა, რომ ძალიან მაგარი ქალაქი იქნეს, რაც ჭირს ქუთაისი გარკვეულად მე იქ დავიბადე, გავიზარდე, ჩემი საოცნებო ქალაქია, მაგრამ წამოვედი, იმიტომ რომ იქ გაძლება შეუძლებელი იყო. ასე რომ ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ესენი ყველა ცენტრები უნდა იყოს. არა ხართ ამის გამკეთებელი, თქვენ კარგად არ გესმით, რაც ნიშნავს დღევანდელ პირობებში ინტელექტის მოკრება და ინტელექტის განვითარება, ამიტომ აწვევით სისულელეს და ინდათ ეს ისტორია, თქვენ გააკეთებთ ისტორიულ რეფორმას. თქვენ დედას უპირებთ საქართველოს და მის განათლებას და იმ დამპალ ხალხს მიმართავ ჩემი თაობის და ცოტა უფრო ახალ, რომელიც მე ვიცნობ, კარგად რომ ვიცნობ, 25 წელზე მეტია. კარგად რომ ვიცნობ, პარლამენტში მოსვლის შემდეგ, ხო? თქვენ გაათახსიდეთ ის განათლება, რომელსაც რეფორმა ჭირდებოდა, აწყობილ სისტემას გასუფთავება ჭირდებოდა, აქცენტები ჭირდებოდა. თქვენ ამ ახალგაზრდებს იმ ჩამპალ უნივერსიტეტებში, იდეოლოგიით დამპალ უნივერსიტეტებში შეაგონეთ სისულელე, გახადეთ იდეოლოგიური მანქურთები და ახალგაზრდების ერთი ნაწილი დააკნინეთ აზროვნებით, რუსთავებზე რო გამოდიან და ისიც კი არ ესმით ამ ახალგაზრდებს, რისთვის გამოდიან. მათი ბელადები მილიონებს აკეთებენ ამ სისულელეზე, ვითომ პროტესტზე და მაგრამ ჩვენ ნახეთ, მე არასდროს არ მეპარებოდა ეჭვი, იმიტომ რომ სულ ახალგაზრდებთან მაქვს საქმე, რანაირი ბიჭები მოდიან ქართულთა გაერთიანებაში, ეს არის მათი ქვეყანა, ძალიან ღირსეული ბიჭები და ხალხი საბედნიეროდ უმრავლესია და ისინი ღირსეულად გააგრძელებენ აუცილებლად საქართველოს, თუ უფროსმე და საშუალო თაობამ არ გამოუთხარა ამ ქვეყანას ძილი. ერთი თემა მინდა წამოვჭრა. და ალბათ ბატონი განათლება თუ უფლებას მომცემ, მეც ვიტყვი შეუერთები რა თქმა უნდა იმ ბატონსაც. როგორც ბატონმა დემურმა მოგმართათ, მე ვფიქრობ, რომ კიდევ დაგინდოთ. ბატონო განათლების მესვეურებოდა პარლამენტარებო. ისე მშვენიერი იდეა, ზუსტად აქ გაჩნდა ბატონ დემურ და მე ხა ვისარგებლებ ამ შემთხვევით და შეიძლება ინიციატივაც კი გამოვიჩინოთ და მივმართოთ პარლამენტარებს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და სხვა ეკონომიკური პროფილის, ასე ვთქვათ, კომიტეტებს, კომიტეტებს, პირველად დეპუტატებს, რომელთაც ეკონომიკური განათლება გააჩნიათ, ასევე მივმართავთ საქართველოს ესე მდგრადი რაღა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, ხო, მდგრადი განვითარების და ეკონომიკის სამინისტროს, მათ ხელმძღვანელობას, აი სწორედ
ქართულთა დიდი გაერთიანების გრიფით ამ დარბაზიდან ჩვენ არაერთი გადაცემა გვქონდა ბატონ დემურთან ერთად, ბატონ ნასხიდა დარბოაშვილთან ერთად, პროფესორთან, ეკონომისტთან და სოსო სიმონიშვილთან, ასევე ძალიან ცნობილ ექსპერტთან და ეკონომიკის ექსპერტთან და სპეციალისტთან ერთად. თქვენ ეთყობა მართლა გეშლებათ, მართლა არ ახართ საქმის კურსში, რას ნიშნავს პირდაპირ ინვესტიცია და რა დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია მას ქვეყნისთვის, ამიტომ ქართულთა დიდი გაერთიანების ექსპერტთა ეს ჯგუფი მზად არის, მე ჩაუდგები ამ საქმეს სათავეში, თუ და ეხლავე თეთრ ხელთათმანს, ასე ვთქვათ, ვისვრით თქვენი მიმართულებით, დაგვიძახეთ ბატონებო, გნებავთ აქ მობძანდით და ჩაგიტარებთ ლექციას, ჩაგიტარებენ ჩვენი ექსპერტები ლექციას და ან პოლემიკა გავმართოთ, დისკუსია გავმართოთ, ვიკამათოთ, ვიმჟელოთ და თქვა, თქვენ ნუ გადაყავთ ქვეყნის ეკონომიკა რეალური რელსებიდან. არ არის ასე, თქვენზე მეტად მოაზროვნე ხალხი არის ქართულ საზოგადოებაში, მოაზროვნე ეკონომისტები და ისინი აგიხსნიან წესიერად გარედან თავს მოხვეული ეკონომიკის დამანგრეველი შედეგები. რა გველოდება წინ? ეს ერთი. ეხლა მეორეც, აი ბატონი დემური შეეხო ცოდნის კომერციალიზაციის, ცოდნის ეკონომიკის საკითხს, ეს არის ურთულესი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თანამედროვე ეკონომიკაში, ეგრეთ წოდებული კრეატიული ინდუსტრია, მოდით ასეც შეიძლება ამას დავარქვათ, ანუ ცოდნის ეკონომიკაში რომ განიუთდება ყველაფერი, ცოდნა და გამოცდილება და მე ერთი მაგალითი, ერთხელ კი მაქვს ამაზე აქცენტი გაკეთებული, მაგრამ ეხლაც ვიტყვი, ბოდიშვიხდი რომ ASE პირდაპირ ეთერში ახლა უცებ გვარს ვერ ვიხსენებ იმ პიროვნებისას, მაგრამ თქვენთვის ეს კარგად იქნება ცნობილი, შეგიძლიათ Google-ით გადაამოწმოთ. სულ რაღაც 2 წლის წინათ როცა ვითომ ეგრეთ წოდებული რუსული კანონს რო ეძახდნენ რა ეს გამჭვირვალობის თაობაზე ამ საკითხებზე აკაცუკებით გადატენილი იყო რუსთაველის პროსპექტი სწორედ იმ პერიოდში ანუ ზაფხულს გულისხმობ შარშან თუ არა შარშანწინ ზაფხულში იყო ეს ყველაფერი როცა ბათუმის საზღვაო აკვატორიას მოადგა თეთრი უზარმაზარი ხომალდი და მივარდნენ ასე ვთქვათ მომიტინგეები რა ვიცი რაღაცები ატეხეს ამ დროს ამ ხომალდის ასე ვთქვათ მეთაურიც და ვინც იყვნენ იქ ისინი აპირებდნენ თურმე შემოსვლა საქართველოში და მერე გაირკვა რომ ისინი არავის მხარდამჭერები არ იყვნენ ტურისტულ მოგზაურობაში იყო იმ გემის, იმ ხომალდის, იმ თეთრი რაღაცა საოცარი ხომალდის მეპატრონე, ამერიკელი მილიარდერი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კაცი, რომელმაც თავისი ნოვაცია დაამკვიდრა ერთ-ერთ წარმოებაში გააკეთა და ამ იმითი პირველსავე 2 წელიწადში დაახლოებით 14 მილიარდი დაუგროვდა მოგება. მიხვდით ეკონომიკა საიდან კეთდება? გავაგრძელოთ ეს ფაქტები და ეს მტკიცებულებები, აი თქვათ, იგივე ესპანელი გამომგონებელი ფარმაციის დარგში, რომელმაც იმის სიცხის დამწევი წამალი შექმნა რაღაცა 2 პრეპარატი, იყიდება მთელ მსოფლიოში. და ამითი გახდა მილიარდერი. ანუ რისი თქმა მინდა? ქართულ საზოგადოებაში არის უზარმაზარი პოტენციალი ინტელექტუალური კაპიტალის, ასე ვთქვათ, ეკონომიკაში მიმართებისა, ჩაბრუნებისა და თქვენ უუშლით ხელს ამ თქვენი, ასე ვთქვათ, იქ ფსევდო ის რო გაქვთ შექმნილი ოქროყანაში, იმ სააგენტოში და იქ რა ხდება სერიოზული გამოძიების, როგორც ჟურნალისტური გამოძიების, ასევე სპეციალიზებული უწყებების მიერ გამოძიების საგანი შეიძლება გახდეს, მიხედეთ ინტელექტუალურ პოტენციალს, მიხედეთ იმას. განათლებაში ახლა რასაც უყურებთ, აი მე გეტყვით ერთ მაგალითს საოცარს, გუშინ გახდა ჩემთვის ცნობილი და მე ამაზე გაჩვენებას არ ვაპირებ, აქედანვე მიმართავ საქართველოს განათლების მინისტრს ბატონ მიქანაძეს და ბატონ გაბისონიას, რომელიც ამავე დროს არის უმაღლესი სასწავლებლების მიმართულების კურატორი. უახლოეს ხანებში ვაპირებ ჩემი ჟურნალისტური გამოძიების მასალები დაუდომათ ორივეს, ვაპირებ ამის შეტანას. გუშინ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ანუ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მერამდენედ იყრის კენჭს ვინმე მერაბერიც. მე ვასახელებ გვარს და სახელს. მე მქონდა მასზე ჟურნალისტური გამოძიება ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს ეს კაცი სასჯელს იხდიდა
5 წლიანი ვადა ქონდა და პატიმრობა, წინასწარი პატიმრობა თუ რა ქვია, პირობითი პატიმრობა რო ქვია, ამას იხდიდა 70000 ლარზე მეტი მიატანინეს ბიუჯეტში მაშინ თუ დოლარი, რა ვიცი, ხა ვერ გავიგე, მაგრამ რამდენიმე ათეული ათასი მიატანინეს ამ კაცს, ესე იგი იმდენად კორუმპირებული იყო და იმდენად გათახსირებული იყო, რომ მე საშინელი ფაქტები მოუძებნე მაშინ მოვიძიე და დავდეთ ეს ყველაფერი და გამოვაქვეყნეთ და მოხდა ისე რომ მთელი ტირაჟი შეიძინა. აი ეს კაცი უკვე მე რამდენად იღებს მონაწილეობას სექტორის არჩევნებში. ვიმეორებ, ვანო მერაბიშვილის ფავორიტი და ოჯახის ფეხსაცმლის წმენდავი რო იტყვიან რა. თვითონ ვანომ ვერ დაიცვა, მისი ზეობის პერიოდში ეს კაცი ამხელა კორუფციისგან. ისეთი ფაქტები დაიდო მან და თქვენ ისევ საშუალებას აძლევთ რომ ეს რა ქვია ქართული ოცნება რომ მოვიდა სათავეში თინა ხიდაშელის და დავით ზურაბიშვილის რა ქვია რეკომენდაციით პირობითი ბოლომდე არ ქონდა მოხდილი ისე დასვეს რექტორის თანამდებობაზე. მე მაშინ ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის ში მუშაობდი და ვიყავი დიდი სამეცნიერო აკადემიური საბჭოს წევრი. და სპეციალურად მოახერხა ისე რომ გამომიყვანეს იქიდან რომ მე რა თქმა უნდა წინამდებობას უწევდი მისი დანიშნვას და მოსვლას. მაგრამ ეხლა ოცნება მაშინ თავისი გაიტანა, რა თქმა უნდა ხიდაშელი და ცოლქმარი ყავდათ ასე ვთქვათ მფარველებად და გაიყვანეს თავისი. ეხლა ისე მოდის კაცო. ამ დროს ჩემს ხელში არის მე იმ დოკუმენტურ მასალას თქვენ მოგართმევთ ბატონო მინისტრო და ბატონო მოადგილეო. მოგართმევთ ამას ამ დღეებში ვაპირებ ისედაც იქ დანიშნულია თორმე უკვე არჩევნები და სიმღერა ხო ახლა ჩვენი დროა ხო მაგათი დროა აღარ დაამთავრეთ არ ესეთი ხალხი გავთ რექტორად ერთ-ერთ ყველაზე სათუთ რეგიონში და თუ თქვენ არ იცით მე მოგცემთ იმის დოკუმენტურ მასალას რა გააკეთა ამ კაცმა იქ რა გააკეთა მოვიდა ერთი პიროვნება ჩემთან ტექნიკურ უნივერსიტეტში და ჩანაწერი მაქვს ამისი დაახლოებით 10-12 წუთიანი ვიდეო ჩანაწერი. კაცი ყვება, სერგენიძეა გვარად. მიყვება ის რომ ჩემი შვილი აბარებდა და მე თვითონ აუტანე $2500 სახშიო. რაფერის პიჟამო ეცვა ის გაიხსენა ჩემს ერთ-ერთ იმაში რა, არა, ხო. შემდეგ რა ქვია, მე ეხლა შვილი გამიხდა უკვე აბიტურიენტიო, უნდა ჩააბაროს ახალციხის უნივერსიტეტში და ისო მერაბერაძე ხდება კაცო აქ. გესმით თქვენას გეუბნებით? ბატონო მინისტრო და ბატონო მოადგილეო. ბატონო ზუია, თქვენ მე ძალიან კარგად მიცნობ, სვეტგაბისონიას მიმართავ. ძალიან ღირსეული მამიშვილი ბრძანდები თქვენ, ჩემი მეგობარი იყო ბატონი იური ცხონებული და ვიცი მე რა ღირსეული კაცი იყო და როგორი პროფესიონალი იყო თავის საქმეში. მე გთხოვთ სერიოზულ რეაგირებას ამ დღეებში მოგართმევთ დოკუმენტურ მასალას და შეაჩერეთ მალახოვი, როგორც იტყვიან, შეაჩერეთ ბერიძე. სირცხვილია უკვე. ხან მოადგილეა რექტორის, ხან რექტორი. ესეც სულიან რა, აი პინგ-პონგს თამაშობენ ერთ ვიღაცასთან. და როგორც თამაშობენ ძალიან კარგად ვიცი. თუ ძალიან დაინტერესებით 3 საათნახევრიანი დოკუმენტური ჩანაწერი არსებობს კიდე მისი სიავკაცეობისა და არ მინდა ეს ინტერნეტ ექსელში არის ეს გადაცემა, არის ეს ყველაფერი. ეხლა ბოდიშვიხდი რომ მე აი ამ ხელა ფუნდამენტური საკითხი მეცნიერების და განათლების საკითხებზე უკვე კონკრეტიკაზე დავიყვანე, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთსებნის ბატონდემო ესე არ არის? აი ასეთები რო გეყოლებათ სათავეში. იქ რომელ განათლებაზეა საუბარი? თურქი მესხები რო ყავს იქ ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიყვანილი ბატონ ბერიძეს და რაღაცებია გახსნილი და რაღაცები გააუქმა ეს თქვენ ჩემგან უნდა გაიგოთ? რის განათლების რეფორმას აპირებთ ამ კადრებით? დანარჩენზე აღარ ვლაპარაკობ, ეხლა მე სხვა სფეროებს არ შევეხები, მაგრამ ჩემს სფეროში რაც ხდება ძალიან კარგად ვიცი და ყირაზე დგას საკითხი. სულ სხვანაირი მიდგომა ჭირდება ამას და სავსებით სწორი აქცენტები გააკეთა ბატონმა დემურმა. ცოდნის ეკონომიკა ბატონებო 21 საუკუნე ამაზე გამოდის. ამერიკის ეკონომიკაში 7 თუ 17 ტრილიონი დოლარი შედის მხოლოდ აქედან. არანაკლები ბრიტანეთში.
და ბრიტანეთმა ხო დააბრუნა ახლა ხანსი საბჭოთა მოდელი პრაქტიკულად, პრუსიული მოდელი, ხო? განათლების. სექსუალები არიან იქ და არ ფიქრობენ თავიანთ ქვეყანაზე, თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ ყველაფერს აუქმებთ. ერთი სული გაქვთ, როდის გაყიდით შენობებს. დაწყებულია უკვე ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ აუცილებლად დავდგებით საღი აზრის მხარდამხარ, მივიღებთ რიგითი პროფესორისგან, რიგითი მეცნიერებისგან, მკვლევარებისგან. მეცნიერება ხო საერთოდ გაანადგურეს. საერთოდ არაფერზე აღარ არის საუბარი უკვე რა. სამწუხაროდ სრულიად ფორმალური გახდა მეცნიერებათა დიდი აკადემიის მუშაობა, იმდენად შეზღუდეს ამ დროს იქ უზარმაზარი აკადემიური კაპიტალი არსებობს ცოდნის საფუძვლის შეფე გამიგზელდა. არა, არაფერი. გამიგზელდა ახლა დიალოგის ფორმატში ვარ და მოდი ერთ თემას დიდი თემებია აქ. ერთ თემას ამოვწერთ ბატონებო, ტკივნეული თემაა ეს თემა ახლა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ყოველთვის ეს არის პირველადი მოხმარების საქონელზე გაბერილი უზარმაზარი ფასები რაც დაიწყეს როგორც წამლებზე ასევე პროდუქტებზე რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ ყველას გვახსოვს ახლა საახალწლოდ ეთქვა მასშტაბებისგან ისწავლა ასეთი ტყუილები ჩვენმა პრემიერმა რომ უნდა გაიაფდეს პირველადი მოხმარების საქონელზე უზარმაზარი ისინია გაზრდილი ფასმამატეაო 96%-ო და ესე იგი ჩამოთვლილი იყო იქ პროდუქტები ბრინჯის ფასი კინაღავს ესე იგი 200% ძვირია ევროპულ ფასებთან შედარებით იქ კარაქი 33%, იქ ყველა ეს პირველადი მოხმარების იმედზე ესე იგი ჩამოთვლილი იყო ფასები ახლა მე მინდა მე თქვენ აი უფრო ეკონომიკური კუთხიდან რას ეფუძნება, როდესაც შენ სახელმწიფოში არაფერს არ წარმოებ. ეროვნული წარმოება არ გაქვს. მარტო ფასნამაზე რომ საუბრობ და შემოტანილ პროდუქციაზე. ამის იმედი აქვს თუ არა, თავის მამამ არ შეიძლება კითხოს ერთი, რატომ არის ფასნამადი 96%, ქართულის წილის ფლობელი ხო არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი? მაგათი კლანების ის არ არის ეს რა ქვია? ეს მაღაზიები, ეს სასტუმრო მაგადგარეში ვერანაირი მსხვილი ვერიაცია. კარტელებია შექმნილი. ქართულ სფეროებში გინდა ნავთო პროდუქტები იყოს, გინდა პროდუქტების, გინდა სხვა რამის შემოტანა და ამ განუკითხაობის პირობებში ფასწარმოქმნა არის აბსოლუტურად ვოლუნტარული, არავითარი მოთხოვნა მიწოდება რომ მექანიზმი მუშაობდეს კონკურენტული გარემო უნდა იყოს. და ამას როგორ ხსნიან, რა სჭირს ასეთი უშასრულო ქვეყანას რომ სტაფილოს საზღვარგარეთიდან შემოიტანო ლობიოს და ხალხის კაცს. ნახეთ, არ დავასახელებ ახლა როცა მთხოვეს და ჩავედი ერთ მუნიციპალიტეტში დასავლეთ საქართველოში. პატარა, ცნობილზე ცნობილი პატარა მუნიციპალიტეტია, რაიონი რო ადრე 22,000 ჰექტარი იყო დაუხნავს. ახლა ქვეყანა, რომელსაც თავისი პოტენციალი გამოყენებული არ აქვს, ერთმა ახალგაზრდა მამცოტა ხნის წინ მომწერა რომ აი თქვენო ხო იცითო ეკონომისტი ხართო რომ თუ სხვაგან შეიძლება იყიდო რამეო რატო უნდა წარმოაქვო ანუ ბენდუკიც უნდა თუ წამოწოლილი ხარ ანუ კლასიკური მიხო ხარ ხო სწორია და რაღაც გაქვს მაგრამ გეზარება იმის კეთება არ მოგისინჯავს ხო და იქ გამზადებულია მიდიხარ იქ ყიდიხარ თავი გაანძრიე რომ როგორ შეიძლება ბრაზილიიდან შემოტანილი რაიმე უფრო იაფი იყოს ვიდრე შენ როგორ შეიძლება კარტოფილი შენ შემოგქონდეს გარედან და შენი გაქონდნენ თქვენ ხალხს თაფლი შემოგქონდეს ისეთი რამეები თაფლი ერთადერთი შეიძლება ვერ მოგიგვარებია იმიტომ რომ არ ხარ დაინტერესებული ერთი მასივარი ვერაგიგია რომ 1000 ტონა ვაშლი არ შემოიტანო ესე თქვენ ვერ წარმოიდგენთ რანაირი სტრუქტურა იმპორტის ბატონო ამ დროს შენ უკეთესი გადამუშავება საუბარი ზედმეტია გადამუშავება საერთოდ მოსპობილი გადამუშავებელი მრეწველობა რომელმაც უზარმაზარი მოგება უნდა მოიტანოს იმიტომ რომ
ეგ გასაგებია, მაგრამ რა სისტემას აყალიბებს? ნახეთ, გამოძიებაო, მე შეესწავლა გამოძიება ესა და ეს დროში რა იქნება? არა, ეს დროში რამდენ ხანს იწელება? უშიშროების საქმე სად გაიგონეთ? ფასები იყოს, კაცო, არ გამაგიჟოთ. უშიშროების საქმეს მიეცით ნება ის გააკეთოს ამ უწყებამ, რაც მათ პროფესიულად ევადათ. არა, მაგის კეთების უფლებას. დე. აგერ და 6 იანვარს საერთოდ 96%. ეს 200%-ით არის. მე რას ნიშნავს? ბელორუსი ბელორუსი მეუღლე ყავს და ძალიან კარგი ხალხია და გაგიჟებული იყო ეს ქალბატონი, რომ 200% მეტია ფასები აქ ბელორუსულ მაღაზიაში ვიდრე ჩემს ქვეყანაში. წარმოიდგინეთ, განუკითხა. ეს არაფერი სრული განუკითხაობაა. ეს არის ხელისუფლები, ერთადერთი ბრალი ამაში არის ხელისუფლება და ის ატმოსფერო შექმნილი ქვეყანაში, რომელიც ამ ხელისუფლების შექმნილია. იგივე წინა ხელისუფლება. მიშამ რა გააკეთა? მიშამ ადგა ყველა იმპორტი დაყო სეგმენტებად. შენეთ, გაუნაწილეს, კი. გადახიდო. ეს სისტემა შეცვლილი არ არის. იგივეა ძალაში. ეხლა აი დავამატე ბელორუსი ახსენა აგერ 6 იანვარს ბელორუსის პრეზიდენტი გამოვიდა და პირდაპირ მთავრობის ხდომაზევე განუცხადა თავისი ეკონომიკური სექტორის ასე ვთქვათ წამყვან პირველებს. აი ამ წუთიდანვე გაგრძელებათ ფასების გაზრდაო და ესე იგი იქ ხომ ისეთი მისაღები ფასებია ჯერ ეს ერთი ანუ ჩვენს პენსიონერებთან შედარებით სადღაც $400 ეკვივალენტია ხარისხიდან. ბატონო ხარისხიდან. ხარისხის საუბარი საერთოდ ზედმეტია ყველაფერი ადგილობრივი ნაწარმი და სუფთა ნატურალური და ისე შედარებისთვის ვიტყვი რა ევროპისთვის და ამერიკისთვის დიქტატორი ლუკაშენკოს ქვეყანაში პენსიონერი იღებს $450 ეკვივალენტ პენსიას და აქ რამდენს ვიღებ თქვენ თვითონ გააკეთეთ და შედარება. აი ესე პირდაპირ მუშტი დაუბრახუნა და პირდაპირ უთხრა. ანუ როცა სათავე წმინდა, იქ არაფერი არ აიმღვრევა. იქიდანაც კარგი წყალი მორაკრაკებს. მე ძალიან მეეჭობა რომ კარფურიდან ამ მიმართულებით სუფთა წყალი მოდიოდეს და გამგებმა გაიგოს ეს და მიხვდეს რომ კარფურის მეპატრონე საქართველოს ლოტოში ან ლატარიაში არ აქვს მოგებული ეს ჩემი თქვენი და ყველა სამშობლოა და ცოტა დააოკვდით ცოტა მიხედეთ რაღაცას შემოიჭირეთ თქვენ საფრები კამარი არ უშენს მადას სისტემა უნდა დაიგოს ქართველი ხალხი თქვენ ყველაფერს გაგაგებინებთ ძალიან მალე და დამოაშორეთ აქედან როგორც ჩემი კოლეგა და მეგობარი მე მეყოლება უახლოეს დღეებში შეთანხმებული ვარ ბატონ დიმიტრი დიტო ჩუბინიძესთან ძალიან მწვავე განცხადება გააკეთა მან საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ადანაშაულა ძალიან სერიოზულ საკითხებში რა თქმა უნდა ალბათ ექნება მას ამისი ინფორმაცია და ეს დაშპაკრული კადები და ქვემას დაშპაკრული აზროვნების ევროპულად დაშპაკრული აზროვნების ხალხი რომლებიც არა ქართულად აზროვნებენ მოაშორეთ ასპარეს თორე ქართული ხალხი თქვენ აუცილებლად გაგცემთ პასუხს და ქართველთა დიდი გაერთიანება ამის ავანგარდში იქნება დაინახავთ ამას მაგრამ რაღაცა ბრძანებით დავით ბატონო არა იმას ვამბობ რომ თუ ეს სისტემა ამ სისტემას დემონტაჟი არ გაუკეთა რომელიც არის 92 წლიდან როდესაც კლანურ მაფიებმა და ოლიგარქებმა აქცია შევარდნაძემ დაიწყო ისე თქვენ დაწყებული პრივატიზაციიდან როდესაც წელი საქართველოს ქონა პრივატიზაცია ჯობია სათამაშოს პრივატიზაცია კლიანად და მე რაც დარჩა ის მცირე რაღაცა კაპიკები ის იქიდანაც კიდე 2/3 მოიპარეს იცი თქვენეს მე თუ რამე ქონდა ხალხს ისიც შეატაინეს და კლიანად ის ფულიც წაიღეს და ხალხი მოატყუეს და დღემდე მოტყუებულია და გაძარცულია და პასუხი არავის არ უგია და ესე იგი ამით თლიანად გაწყვიტეს წელში საშუალო ფენა რომელიც ძალიან ძლიერი იყო საქართველოში აი ამის შემდეგ აქ ჩამოყალიბდა ასკაციან რაღაცა თაღლითების გუნდი რომელიც რა თქმა უნდა იქცნენ ახლა ოლიგარქებმა და ერთამში რომ მილიონებში შოვი დამტავდა უკვე და ეს ხალხი დარჩა აბსოლუტურად გადარჩული. იქიდან მოდის და მოდის აი ეს სისტემა თუ არ იქნა დამარცხებული ეს ქვეყანა მთლიანად განადგურდება და ძალიან ცოტა დრო აქვს. ამიტომ თქვი მე დასაწყისში რომ თუ ჩვენ არ ავკრიფეთ
აპრილის ბოლომდე მაინც ისე რომ მაისში რომ ჩვენ ის ძალა არ ქონდა რომ არ ვერ მოვახდინეთ ზეწოლა ხელისუფლებაზე რომ შევაცვლოთ ეს საარჩევნო სისტემა და ქვეყანაში ერთხელა სამუდამოდ ჩატარდეს ნორმალური არჩევნები ისეთი რომ ქართველმა ხალხმა შეძლოს აირჩიოს თავისი ღირსეული მთავრობა მანამდე სხვა შემთხვევაში ქვეყანა განწირულია. ამიტომ გჭირდება ერთობა, ამიტომ გჭირდება სწრაფად გაერთიანება, ამიტომ ჩამოვალ ჩვენ ყოველ თქვენს დადახდელზე ნებისმიერ რაიონში, ნებისმიერ სოფელში, რომ ერთად დავდგეთ ეს ჯანსაღი ძალა და თავის დროზე უშველოთ სანამ საშველი არის, ვიდრე არის. მერე უკვე შეიძლება ესეც გაგვიანებული იყოს. ბატონო ბატონო ხوار დავამატებთ რამე უკვე 1 საათია ჩვენ მუშაობთ პრაქტიკულად დავით ხوارფერიდეთ მე ერთადერთი იმას ვიტყვი რომ ჩვენ დღეს გამოვაქვეყნეთ ეს ქართველთა გაერთიანების ვებგვერდი რო შეიქმნა სადაც უკვე 11000 კაცია წევრი უკვე გამოვაქვეყნეთ ჩვენი ფინანსური ის ფონდი რაც დარჩა ჩვენ ყოველ 10 რიცხვში ვიხდით ეს ღია უნდა იყოს და ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს ყველა კაპიკი აღრიცხულია ყველაფერში ანგარიშგაბარი ჩვენ ვიხდით ყოველთვის 1350 ლარს ამას ემატება საშემოსავლო 270 ლარი ინტერნეტში ვიხდით 150 ლარს ერთ კაცზე გავცემთ ხოლმე აი ვინც სულის ამ ყველაფერს და ოპერატორიც ის არის და ყველაფერი ამ ხოლმე და მხოლოდ 500 ლარს ისიც მეგობრულად გვეხმარება ასე 100 ლარი შემოსავლოა და კომუნალური გადასახადები. ეს არის ჩვენი გასავალი და თუ ამას აღემატება უკვე თანხა, ჩვენ უკვე გვეძლევა შანსი უკვე აი იმ პრობლემებზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, ბალდა იქნება ეს ბალდის კანიონი თუ სხვადასხვა რეგიონებში რო შევხვდეთ ხალხს, გავაცნოთ როგორი იურისტების დაქირავება, არჩევნების მომზადება, მიწების გაყიდვასთან დაკავშირებული პრივატიზაციებთან სხვა რაღაცებთან. ამ ესე იგი აუცილებელზე ეს არის საჭირო რაღაც მცირე თანხები ითანამშრომლეთ რა ვიცი ამ ფონდთან ის ყოველთვის იქნება გამჭვირვალე და რა ვიცი ჩვენ რაც შეგვიძლია სანამ შეგვიძლია რა თქმა უნდა გემსახურებით ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აგერ ხელმძღვანელები და აბსოლუტურად ეხლა ისე რომ ჩვენ ვერ გადავიხადოთ თქვათ ნუ გაყურიან და დამთავრდება და იქნება მაგრამ საქმე გაგვიჭირდება ამაში საქმე ქუჩიდან ძალიან ძნელია მარტო ქუჩიდან ბრძოლა რაც უფრო დიდი მხარდაჭერა იქნება მით მალე იქნება უფრო მეტი წარმატება ამიტომ ითანამშრომლეთ დაგვიკავშირდით სოფლებიდან გაწევრიანდით მოითხოვეთ რაიონებიდან და ჩამოვალთ გავაკეთეთ მან ადგილობრივ ხელმძღვანელობას და ადგილობრივ გაერთიანების წარმომადგენლობებს და თუ ჩვენ შევძელით კიდევ ვიმეორებ მაისში ჩათვლით რომ ძალიან ძლიერი გახდა უკვე ეს გუნდი ეს ქართველთა გაერთიანება მაშინ ჩვენ უკვე დავიწყებთ უკვე შედეგებზე ორიენტაციას რომ მივაღებინოთ ეს პირველი ყველაზე აუცილებელი ლაწარი 35 წელი რომ საქართველოს სამართლიანი არჩევნები არ ტარდება და მხოლოდ თაღლითები გვაზიან თავზე ვინც ყველაზე ძალიან ეჯავრება ქართულ ხალხს სწორედ ისინი შედიან პარლამენტში აი ვინც დღეს არის წარმოდგენილი ხო ხედავთ თქვენ მე ვახშე ხაზარაძე რა ქვია გიჩი რომელიც დეზერტირობას და ნარკომანიას უწევდა რეკლამას და ქართული ოცნება რომელიც ძალიანად ყიდის საქართველოს ხო აი ეს თუ აბიდათ ჩვენ რომ არ გვინდა და საქართველოს ცნობილი ამიტომ ერთობით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ საქართველოს და სწრაფად ვიმოქმედოთ, დაგვირეკეთ, აქვს თქვენ მონდისინი ყველაფერი და შემოგვიერთეთ მეგობრებო. უნდა ვიქცეთ ძალიან დიდ ძალად თუ გინდათ რომ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. კი ბატონო, დიდი მადლობა. მე მინდა დავასრულო იმით რომ თქვენ უკვე მოусმინეთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ქართულთა დიდი გაერთიანების მეჭურლეთ უხუცეს. თუ ამიწევდა, ყველაფერი, ყველა კაპიკი იქნება გაძლევთ მაგის გარანტიას. ღია, გამჭვირვალე, თქვენი აქტიურობა გჭირდება. მე არ მიყვარს ამ თემას საუბარი და ვერ ვიდან მიჭირს ხოლმე ასეთი მიმართა, მაგრამ ყველა თეთრი იქნება გამჭვირვალე, რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება. ჩვენ იგივე აი სამივე ვინც ვართ აქ წარმოდგენილი და ჩვენი მეგობრები სრულიად
ნამდვილად უსასყიდლოდ ვართ, ვზივართ, არც ვითხოვთ არაფერს, არც არასოდეს არ მოვითხოვთ. უბრალოდ რა, იმისთვის რომ ორგანიზაცია მიფუნქციონირდეს, ამისთვის ის მოწოდება რაც მოგმართათ ახლა ბატონმა დავითმა, მეც უერთებ მისმას და მეგონი ბატონი დემურიც მეთანხმება. ეს აუცილებელია, ვთქვათ, მონოლოგის სისტემა უფრო ავიჭით ვინმე დიალოგის და ინტერვიუების ილუსტრაციული, მაგრამ ყველა იმ პრობლემას რომელსაც შევეხეთ, მე მგონი მე ასე დავამთავრებდი, რომ რაც ასე ვთქვათ, ჩემს საავტორო გადაცემას დიდ გარღვევას ქვია, საქართველოში დიდი გარღვევა თუ არ მოხდა ჩვენი საშველი არ იქნება. 35 წელი კი არა, უკვე თავქვედაშვებული ურემი ვითავართ და როდის ჩავიხაფრები და როდის ფიცარ დავიშლებით, კაცმა არ იცის. ღმერთებარებოდე ჩემო ძვირფასო ქართველებო, ჩემი სამშობლო თქვენთან ერთად, ჩვენთან ერთად გავძლიერდეთ და წარმატებული 2026 წელი მისურვებია ყველასთვის. იმედიანად იყავით მეგობრებო, მაგრამ ყურადღებით და ყველაფერი კარგად იქნება.